Ანტიპარაზიტული წმენდის დროს რა ფაქტორები გაითვალისწინეთ აუცილებლად? პროგრამა მინიმუმი რომ წელიწადში ორჯერ აუცილებლად ჩაიტარეთ შემოდგომა გაზაფხულზე. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სეზონში ერთხელ კიდე უკეთესი იქნებოდა. დაიმედდებით ანალიზების პასუხებით. ხო, ბევრს თქვავს ხოლმე, გავიკეთე და არ მყავს. ფეკალიებით ანალიზების სანდოობა სულ 5-10%-ია გეყოლება და არ გამოჩნდება. არ არის სანდო ვერმოქსით და დეკარისით წმენდა, მით უმეტეს რომ ისეთი ტოქსიური რო ღვიძლის დაშლა შეუძლია, ხო? ჯობია ბუნებრივი მცენარეული საშუალებებით მე ასე ვწმინდა ადამიანებს. აუცილებლად ანტიპარაზიტული წმენდა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება სრულ ფასონას, როცა მარტო გელმინტებზე, ჭიებზე კი არ მუშაობ. სოკოები, ვირუსები, ბაქტერიები, უმარტივესები, მაშინ არის კარგი შედეგი. როცა ოჯახი ერთად იტარებს, იმიტომ რომ ძალიან გადამდები ელემენტარულად. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინოს მათ შორის კვების რაციონი, იმიტომ რომ რაღაცები უნდა გამოირიცხოს. აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა, ისე შედეგი არ მოგეცემა. რომ კომპლექსურად აკეთებთ, შედეგით სასურველი.